რა უნდა გავითვალისწინოთ იმ შემთხვევაში, თუ გაირკვევა, რომ ჩვენ გვიწევს კვლევის ჩატარება სადიპლომო ნაშრომის დაცვის მიზნით. ძალიან ხშირი არის პრაქტიკაში ისეთი შემთხვევები, როდესაც სტუდენტები შეარჩევენ კვლევის მეთოდს, ასევე შეარჩევენ გამოსაკითხი პირების ჯგუფს, ან და გამოსაკვლევი ორგანიზაციებს და შემდგომში ირკვევა, რომ ამ ორგანიზაციებთან დაკავშირება მათ გარკვეულ სირთულეებს უქმნის, უბრალოდ გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. რთული არის ზოგადად რესპონდენტებთან დაკონტაქტება, კონკრეტულ ორგანიზაციებთან დაკონტაქტება, არ გამოდიან კავშირზე და ასე შემდეგ. ეს შემთხვევები პრაქტიკაში ძალიან ხშირია და არის გამოსავალი ესეთი შემთხვევებისგან. ნაწილი რეალურად უნდა ჩაატაროთ კვლევა, ხოლო ნაწილი თუ კვლევის შედეგები არ ყოფნით, მაშინ უნდა მოახდინოთ კვლევის შედეგების იმიტაცია, უნდა გამოიგონოთ ეს კვლევის შედეგები. რასაც სტუდენტები სამწუხაროდ ძალიან ხშირად აკეთებენ ხოლმე. გაითვალისწინეთ, როდესაც კვლევის ჩატარებაზეა საუბარი, რომ უნდა შეარჩიოთ ისეთი კვლევის საგანი, რომლის შესახებაც კვლევის ჩატარების დროს თქვენ მიგესულებათ და გააქვთ ასე თქვათ გარკვეული კავშირის დამყარება შეგიძლიათ იმ ადამიანების ჯგუფთან ან და ორგანიზაციებთან, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ თქვენს კვლევაში, რათა შემდგომში არ გაირკვეს, რომ თქვენ რეალურად პრაქტიკულ ასპექტში ვერ უზრუნველყოფთ კვლევის შედეგების სისტემატიზაციას, მათ მოპოვებას და შესაბამისად რეალურად გექმნებათ სირთულეები კვლევის ჩატარების პროცესში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია, ამიტომ, როდესაც შეარჩევთ თქვენი კვლევის საგანს და განსაზღვრავთ თქვენი კვლევის სათაურს, ანუ სადიპლომო ნაშრომის სათაურს და განსაზღვრავთ თქვენი კვლევის პროფილს, გაითვალისწინეთ ის, თუ რამდენად მიგესულებათ და რამდენად შეგიძლიათ გასულა კონკრეტულად იმ ადამიანთა ჯგუფზე, რამდენად გამოვლენ ისინი კონტაქტზე ან და ორგანიზაციებზე, რომლებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა კონკრეტული კვლევის ფარგლებში. დღეისათვის სულ ეს იყო, გამოიწერეთ არხზე მუდმივად იდება ვიდეოები სადიპლომო ნაშრომების მომზადების თაობაზე, პრაქტიკული რჩევები, რომლებსაც ვერ აგენერირებს ხელოვნური ინტელექტი და არ არის ხელმისაწვდომი არც ერთ ცალკე აღებულ სამეცნიერო და ან თეორიულ წყაროში. იმედია, რომ ეს ინფორმაცია გამოსადეგი იყო თქვენთვის, გისურვებთ წარმატებებს და მომავალ შეხვედრამდე.